მოგესალმებით მარნეულის ტელევიზიის პირდაპირ ეთერშია გადაცემა, რომელიც მიეძღვნება 1990-იან წლებში განვითარებულ ინფლაციურ პროცესებს. გადაცემას ნონა სამხარაძე უძღვება. დაახლოებით 22 წლის წინ დაწყებულ მოვლენების კვლევა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ 3 თვის წინ დაიწყო. რატომ გახდა აღნიშნული თემის კვლევა დღეს აქტუალური? ამ თემაზე გვესაუბრება მერაბ ჯანიაშვილი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ჯობის წევრი. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ თუ თქვენ გაინტერესებთ ანაბლებთან დაკავშირებით გაქვთ შეკითხვები, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 22 15 92 და დაუსვათ ბატონ მერაბს შეკითხვები დაახლოებით 22 წლის წინ დაწყებულ მოვლენებზეც და დღევანდელ რეალობაზეც, რაც ხდება საბანკო სისტემაში ანაბლებთან დაკავშირებით, ასე რომ დაგვირეკეთ ნომერზე 22 15 92. ბატონო მერაბ, პირველი შეკითხვა თქვენთან მექნება იმ საკითხზე, რატომ გახდა დღეს აქტუალური აღნიშნული თემის კვლევა? რატომ მაინდა-მაინც დღეს? პირველ რიგში მოგებას მოგახსენებთ მოწვევისთვის მივესალმები თქვენს მაყურებლებს. რაც შეეხება თვითონ საკითხს, მოგეხსენებათ 22 წელია 90-იან წლებიდან მოყოლებული ეს საკითხი, ასე ვთქვათ, გაყინულია და მის მოსაგვარებლად ჯერ ნაბიჯები არ გადადგმულა. ამასთან თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია წინასაარჩევნო პირდება ხოლმე მოსახლეობას ანაბრების დაბრუნებას და ამ თემაზე აპელირებს. იგივე ვთქვათ, ყველა პარტიას ჰქონდა მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას 2004 წელსაც ჰქონდა წინასაარჩევნო დაპირებად ანაბრების დაბრუნება და ამ არჩევნების წინაც ეწერა, ასე ვთქვათ, მის დოკუმენტში, ასე ვთქვათ, მისი კომპენსირება, მაგრამ ის არ იყო გათვლილი თუ როგორ აპირებენ. ამასთან ერთად ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდება ამ საკითხის, ასე ვთქვათ, სამართლიანად და ადეკვატურად გადაჭრა, იმიტომ რომ თვითონ ანაბრების პრობლემა პოსტსაბჭოთაშივე ქვეყნებიდან ყველგან შეიქმნა და საინტერესოა, რომ ყველა ქვეყანაში გარკვეულწილად გადაიჭრა ეს პრობლემა, გარდა საქართველოსი, ერთადერთი ჩვენი ქვეყანაა, სადაც ეს პრობლემა, ასე ვთქვათ, დღესაც დგას და იმ მოსახლეობამ, ვინც ეს თანხები დაკარგა, დაახლოებით ალბათ საქართველოს მოსახლეობის, მაშინდელი საქართველოს მოსახლეობის 90-95%-მა, ანუ უიმედო, ასე ვთქვათ, სიტუაციაშია და მთავრობისგან პასუხს ამაოდ ელის. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ეს საბჭოთა ანაბრები სახელმწიფოს შიდავალად აქ აღიარებული და შესაბამისად ყველა მთავრობის ვალდებულებაა, რომ ამ შიდავალის გასტუმრება მოხდეს, ან გარკვეულწილად კომპენსირება. სამწუხაროდ დღემდე არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები, როგორც უკვე აღვნიშნე და ამიტომ ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ასე ვთქვათ, ამ თემის გააქტუალურებით და მთავრობისთვის გარკვეული რეკომენდაციების წარდგენით, როდესაც ჩვენ კვლევა დავასრულებთ, ახლანდელი ხელისუფლება გადადგავს ქმედით ნაბიჯებს და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება. მართალია იმის იმედი შეიძლება არ გქონდეს, რომ თქვა ერთ წელიწადში მოხდება ამ პრობლემის მოგვარება, შეიძლება ორშიც ვერა და მეტში, მაგრამ თავარია რომ დავიწყოთ ანუ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ყველა ქვეყანამ საქართველოს გარდა გადადგა ნაბიჯები მათ მოსაგვარებლად, მაგალითად ლიტვაში და ყაზახეთში უკვე დამთავრდა ეს კომპენსირების პროცესი. ბევრ ქვეყანაში ახლა მიმდინარეობს, მაგალითად აზერბაიჯანში 2013 წელს იწყება და 2015 წელს დამთავრდება და იმედს ვიქონიებთ, რომ არც საქართველოს არ რჩება, ასე ვთქვათ, გამონაკლისი ამ ქვეყნებიდან და უნდა თუ არა ეს ხელისუფლებას, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს, ისინი ვალდებული არიან, რომ ეს საკითხი გადაჭრან. შესაბამისად, რა ფორმით ფიქრობთ, რომ უნდა იქნებიან, რომ იცით რა არის, ანაზღაურების თვითონ სახე არის ძალიან ბევრი შეიძლება იყოს მოფიქრებული, თუნდაც პოსტსაბჭოთაშივე ქვეყნებს რომ გადავხედოთ, ყველგან სხვადასხვანაირად მოხდა მისი კომპენსირება, ზოგან ინდექსაცია სხვადასხვანაირად განხორციელდა, მაგალითად ლიტვაში მოხდა ქონებით კომპენსირება, ანუ პრივატიზაციას მიაბეს ეს საკითხი და ვისაც ასე ვთქვათ, რაღაცა თანხა ჰქონდა ანაბარზე, მან ამ თანხის შესაბამისი ქონება მიიღო სახელმწიფოსგან, რაც მაშინ ასე ვთქვათ სახელმწიფო ქონება მან მიიღო. ანგარიშება როგორ ხდება? შესაბამისად, ჩვენთან სამწუხაროდ ჯერჯერობით ზუსტი დაანგარიშებულიც კი არა, დღევანდელი, ანუ აქ როგორი საკითხია, იცით რომ მაგალითად
არის ორი ეტაპად იყო, ასე ვთქვათ, ანაბრები შეტანილი ბანკებში. ერთი ეს იყო 90-იან წლებამდე საბჭოთა კავშირის დროს და შემდეგ იყო მეორე ეტაპი 92 წელს, როდესაც შევარდნაძემ მოუწოდა ხალხს თანხების შეტანა. ანუ აქ უნდა მოხდეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმის განსაზღვრა, თუ რა თანხებზეა საერთოდ საუბარი, იმიტომ რომ მაგალითად ვინც ახლა 60-იან წლებში შეიტანა თანხა ბანკში, მისი თვითღირებულება საერთოდ სხვა იყო და ვინც 92 წელს შეიტანა, მაშინ ფული უკვე საკმაოდ გაუფასურებული იყო და აბსოლუტურად სხვა ღირებულება ჰქონდა ფულს. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ექსპერტებთან გვაქვს ხოლმე ხშირად შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით და სტატისტიკოსებიც ამბობენ, რომ მოხდება ასე ვთქვათ ამის დათვლა და ინდექსირება, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის პერიოდი, რა პერიოდში შეიტანეს ადამიანებმა ეს თანხები. ანუ ვინც თქვა 60-იან, 70-იან წლებში შეიტანა, სხვა დროს იმის და მიხედვით უნდა გაისაზღვროს, მაშინ რა ღირებულება ჰქონდა ფულს და ვინც 92 წელს შეიტანა, ის იმის და მიხედვით უნდა გაისაზღვროს. შემდეგ ამის შესწავლის შემდეგ შეიძლება იმაზე საუბარი, თუ რა თანხებთან გვაქვს საერთოდ საქმე და ხელისუფლება ხშირად იმიტომ არ ცდილობდა ასე ვთქვათ ამ პრობლემის გადაჭრას, რომ იმენად ეშინოდა ძალიან დიდ თანხებთან არის ეს დაკავშირებული, რომ თანხები რავე თანხაზეა საუბარი უხეშად რო ვთქვათ. უხეშად რო ვთქვათ, აი ვერ ვიტყვით ლარში რამდენი იქნება ეს, მაგრამ მანეთში ეს იყო დაახლოებით 8 მილიარდი. 8 მილიარდი. ნახევარი იყო მთელი საქართველოს მოსახლეობის ანაბრები, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ლარში უნდა გადმოვიტანო. აქვს ამის შესაძლებლობა თქვენი. იცით რა არის, თუ იმას ვიტყვით, რომ ერთ წელიწადს უნდა გადაიხადოს ბიუჯეტმა, რა თქმა უნდა ამას ვერ შეძლებს საქართველოს ბიუჯეტი, მაგრამ არის როგორც უკვე თქვი, სხვადასხვა სახე შეიძლება მოიძებნოს. მაგალითად იგივე ლიტვის მაგალითი, როდესაც ადამიანებმა სახელმწიფო ქონება რომ მიიღონ, ასე ვთქვათ, ამის კომპენსაციის სახით. ანუ მაგალითად, როდესაც არის ან მიწა, ან გარკვეული სახელმწიფო შენობები ქონება, რომ ჯერ კიდევ აქვს სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, ქონება, რომელიც არ არის პრივატიზებული და ეს არც პრივატიზაციის პროცესს არ შეუშლის ხელს, იმიტომ რომ ვთქვათ, ინვესტორი თუ შემოვა და ყიდულობს სახელმწიფოსგან რაღაცა ქონებას, ახლა ადგება და კერძო ადამიანის პირებისგან იყიდის ამას. ამიტომ ან ესეთი გზა შეიძლება მოიძებნოს. ასევე არის კიდევ სხვა ვარიანტები. ბაზარალებულები არის მათგან მოთხოვნა თუ ეს კი, რა თქმა უნდა, არა, რა თქმა უნდა, მოსახლეობაში ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 20 წელი გავიდა, ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამის ანაზღაურება მოხდება, იმიტომ რომ კი, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გავაკეთეთ ცხელი ხაზი, ასევე ვებგვერდი გვაქვს შექმნილი anabari.com-ში, სადაც ასე ვთქვათ, ნებისმიერ სურვილს შეუძლია დაარეკოს, ამასთან ჩვენ ოფისში შეუძლია მოვიდეს და გაგვესაუბროს ამ კვლევასთან დაკავშირებით და თან ძალიან საინტერესოა, რომ ბევრი ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი დოკუმენტი სწორედ მოსახლეობისგან მივიღეთ ჩვენ. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს პირველი ინსტანციის და მეორე ინსტანციის სასამართლოში აქვთ მოგებული საქმეები ანაბრების კომპენსირებასთან დაკავშირებით, მაგრამ მესამე ინსტანციის სასამართლომ, ანუ უმაღლესი იძახის, რომ ის ვერ ავალდებულებს ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურას, რომ მოახდინოს მისი კომპენსირება, დაავალოს რომელიმე სტრუქტურას, რომ მოახდინოს ამის კომპენსირება, რადგან არა გვაქვს ჩვენ ანუ ზუსტად გაწერილი ინდექსაცია არ არის მომხდარი, თუ რა რის მიხედვით უნდა გაიცეს ეს თანხები. ანუ სასამართლო აღიარებს, რომ ეს ადამიანები მართლები არიან, მათ უნდა მიიღონ ამ თანხების გარკვეული კომპენსაცია, მაგრამ ვერ ავალდებულებს ვერცეთ, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ორგანოს, თუ რის მიხედვით უნდა მოხდეს ამის, ასე ვთქვათ, გაცემა ამ თანხების. ჩვენ ანუ კვლევის პერიოდში აღმოვაჩინეთ, რომ სახელმწიფომ როდესაც ვალად აღიარა გარკვეული ნაწილი თანხის, 98 წელს აღიარა სახელმწიფომ 502 მილიონი დოლარი შიდა ვალად. ანუ მოხდა მთლიანი ანაბრების ასე ვთქვათ, ინდექსირება და გადაყვანა დოლარში და აღმოჩნდა, არა, ნუ რაშია საქმე მოგახსენებთ, ანუ აღმოჩნდა, რომ ეს 502 მილიონი შემდეგ აღიარა სახელმწიფომ შიდა ვალად და ერთი წლის მანძილზე 5 მილიონი ლარის კომპენსაცია კიდევაც გაიცემოდა. მიიღეს პირველი ჯგუფის ინვალიდებმა და სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ, მაგრამ როგორ გაიცემოდა ეს თანხები? ანუ ვისაც ჰქონდა თვითო, ასე ვთქვათ, საამიანაბრე წიგნაკზე
პირველ 1000 მონეტზე გაიცემოდა 100 ლარი, ხოლო შემდეგ 1000 მონეტებზე 1000 ლარი. აი მაგალითად თუ გქონდა თქვენ 4000 მონეტიანი წიგნაკი, პირველ 1000 მონეტზე იღებდით 100-ს და შემდეგ 1000-ზე 1000-ს გამოდიოდა რომ თქვენ 4000 მონეტის, ხო, ასე ვთქვათ, საგვიწონად იღებდით 120 ლარს. შემდეგ ამის გამო არ იყო ეფექტური. ხო, ანუ მოდი ესე ვთქვათ, სამართლიანი არ იყო ეს ინდექსაცია. შემდეგ ამასთან დაკავშირებით ლეიბორისტულმა პარტიამ შეიტანა საჩელი სასამართლოში და მოითხოვა, რომ გაუქმებულიყო მსგავსი ინდექსაციის სისტემა და სასამართლომ დააკმაყოფილა მათ თხოვნა და აღნიშნა, რომ ეს არ იყო ასე ვთქვათ, სამართლიანი მიდგომა და სწორედ ამიტომ შეჩერდა ასე ვთქვათ, ამ თანხების გაცემაც. შესაბამისად ინდექსირების სისტემას გაუქმდა და დღესდღეობით ანუ საკანონმდებლო ბაზაც არ არის იმასთან დაკავშირებით როგორ უნდა მოხდეს ამის კომპენსირება, თორემ კიდევ ერთხელ რომ არსებობდეს თუნდაც იურიდიული ამის ბაზა სამართლებრივი, მაშინ ადამიანები, ვინც კი საზამართლოს მიმართავს, ყველა მოიგო, მაგრამ სწორედ ამ ბაზის არარსებობის გამო სასამართლო უარსად დაზარალებულებს თუ აქვს შექმნილი ერთგვარი კომიტეტი, ორგანიზაცია, ვინც იცავს მათ უფლებებს, ადევნებს ხალხურს, ან სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, რომ შეიტანონ პროგრამაში მათი თემა. ანუ რაღაცა გაერთიანება არსებობს მათი. შეიძლება იყოს გარკვეული გაერთიანებები, იმიტომ რომ ბევრი ასე ვთქვათ ორგანიზაცია მუშაობდა ამ საკითხზე სხვადასხვა დროს. თუმცა როგორც წესი იყო სახელმწიფო კომისიებიც ორჯერ შეიქმნა საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია, მაგრამ როგორც წესი იწყებდნენ ეს სახელმწიფო კომისიები ხმაურიანად მუშაობას, მაგრამ შემდეგ ძალიან წყნარად და ჩუმად ამთავრებდნენ ისე რომ მათ მიერ დადებულ დასკვნებს შემდეგ არანაირი შედეგიც არ მოჰყოლია. ჩვენ იგივე როდესაც ეს კომისიების დასკვნები გამოვითხოვეთ, ერთი შეიქმნა 2001 წელს გურჯა მექვაბიშვილი ხელმძღვანელობდა და მეორე 2004 წელს პარლამენტში ვასილ მაღლაფერიძე ხელმძღვანელობდა. თვითონ ამ კომისიის მიერ შემუშავებულ დასკვნებშიც კი ყველაფერი ძალიან კარგად არის აღწერილი, თუ რა მოხდა, რატო დაკარგა ამ ადამიანებმა ეს თანხა, ინფლაცია რატო განვითარდა, რომელმაც ასე ვთქვათ გაუფასურა ეს თანხები, ვინ შეიძლება იყოს ამაში დამნაშავე და ასე შემდეგ, მაგრამ შემდეგ ანუ კომისიის მიერ მიღებულ დასკვნებზე რატომღაც არ ხდებოდა რეაგირება ხელისუფლების მხრიდან. და ანუ როგორც სხვა არაერთ დასკვნაზე და აღარ ხდებოდა ამ საკითხის წინ წაწევა, თორემ მოსახლეობა პოლიტიკოსებს რა თქმა უნდა ყოველთვის თხოვდა ამ საკითხის ასე ვთქვათ წინ წამოწევას და გარკვეულ კომპენსირებას ჩვენ რეგიონებში ეხლა როდესაც ხვდებით მოსახლეობას 11 რეგიონში გვაქვს შეხვედრა, იქ მოსახლეობა ყველა იმას იძახის, რომ დღესდღეობით პარლამენტში არიან უმრავლესობაში პოლიტიკოსები, მაგალითად ყობა დავითაშვილი, რომელიც პირდებოდა მოსახლეობას ამ საკითხის მოგვარებას და ამ საკითხზე ასე ვთქვათ. დაპირება ერთია, მაგრამ პროგრამაში პარტიის ქართული ოცნების, არა, ქართული ოცნების დაპირებაში ეს არ დევს, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ თვითონ ხელისუფლება არის ვალდებული უკვე შიდა რაღაცა დაკარგია. ალბათ ბევრი დაზარალებული უკვე ცოცხალი აღარ არის და მათი თაობები არიან, ანუ არის ისე მოწესრიგების სამართლებრივად, რომ მათ თაობებს შვილებს აუნას ხაობებს თვითონ დაზარალებული ცოცხალი. იცით რა არის? თვითონ ეს საანაბრო წიგნაკები არის ფასიანი ქაღალდი, რომელსაც ასე ვთქვათ, ვადა არ გადის. შესაბამისად ის გადაეცემა მოგახსენებთ ასე ვთქვათ მამიდან შვილს და შემდეგ ანუ თაობებს იურიდიული ძალა მას არ ეკარგება მიუხედავად იმისა რა დროს არ უნდა გავიდეს. რაც შეეხება თვითონ შენახვას, რა თქმა უნდა ალბათ ბევრმა ადამიანმა კიდევაც გადაყარა და არც ინახავენ, მაგრამ ფაქტი ერთია რომ ბაზები თვითონ იმის თუ ადამიანებს რა თანხები ჰქონდათ ამაზე შენახული არსებობს. არსებობს VTB ბანკშიც და არსებობს ფინანსთა სამინისტროშიც. ამიტომ თუ იქნება, იმიტომ რომ VTB ბანკი არის იმ ბანკის სამართალ მემკვიდრე, რომელშიც ასე ვთქვათ ხდებოდა ამ თანხების შეტანა, გაერთიანებული ქართული ბანკის კი სამართალ მემკვიდრე და გაერთიანებული ქართული ბანკამდე კიდევ 4 ბანკი არსებობდა, ანუ სადაც ადამიანებს შექონდათ ეს თანხები ანაბრებზე. შემდეგ რა თქმა უნდა ეს ბანკები ამ ბანკების პრივატიზება მოხდა, შემდეგ გაერთიანდა ერთ ბანკად და შემდეგ ხო, VTB ბანკმა შეინახა, ანუ იცით რა არის, იმდენად ღირებული, ასე ვთქვათ, მონაცემებია, რომ მის განადგურებას ვერავინ ვერ გადადავდა. ყოფილია იმ სია
დაზარალებულთა? რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ გვინახავს და VTB ბანკმა ასე ვთქვათ, VTB ბანკი ჩვენ არც მოხდებს ამას, მაგრამ სახელმწიფო თუ მოითხოვს მიიღებს და იმედი გვაქვს რომ ზუსტი კი ჩვენ ანუ მოდი ესე ვთქვათ ოფიციალურად ეს ვერ გამოვითხოვეთ, მაგრამ ნაცნობობით იმდენი მოვახერხეთ, რომ დაგვედგინა, რომ ეს არსებობდა ეს სიები და სახელმწიფო თუ დაინტერესდება, მას ექნება საშუალება, რომ ეს სია მიიღოს და ალბათ არც იქნება იმის პრობლემა, რომ თქვათ ამ თანხების აღრიცხვა მოხდეს, ჩვენ ესევე ესეთი ინიციატივა გვაქვს, რომ 2014 წელს მოგიხსენებათ იწყება მოსახლეობის სრული აღწერა. და ჩვენ გსურს აქაც რომ შევთავაზოთ და მთავრობას, რომ ერთ-ერთ ასე ვთქვათ პუნქტად განიხილონ იმის აღრიცხვა თუ მოსახლეობას ვის აქ ანაბრების წიგნაკები შენახული და ვის რამდენი აქვს თქვათ ეს თანხი. ამიტომ გარკვეულწილად ამითაც შეიძლება რაღაცა სურათის შექმნა თუ ადამიანებს ვის რა თანხები დარჩა. შეგახსენებთ, რომ ეთერშია გადაცემა, რომელიც ეძღვნება 1990-იან წლებში განვითარებულ ინფლაციურ პროცესებს. თუ გაქვთ თქვენ შეკითხვა ანაბრებთან დაკავშირებით, უნდა დარეკოთ ნომერზე 22-15-92. არა მარტო 22 წლის წინ გაუფასურებულ ანაბრებთან დაკავშირებით, არამედ დღესაც ბევრი პრობლემა ამ თემასთან დაკავშირებით. ბატონო მერაბ, დღეს რა პრობლემაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ანაბრებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ, რომ დღესაც არ არის მოწესრიგებული საბანკო სისტემაში ანაბრების თემა. იცით რა არის? აი სწორედ 90-იან წლებში განვითარებული მოვლენების გამო მოსახლეობას ასე ვთქვათ უნდობლობა გაუჩნდა ბანკების მიმართ და სწორედ იმის ბრალია რომ დღესდღეობით ანაბრებზე ძალიან ცოტა ადამიანი ანთავსებს თანხებს ბანკებში. თუმცა აქ გარკვეულწილად მეორე პრობლემა შეიძლება ის არსებობდეს, რომ ბანკების მხრიდან კლიენტებისადმი დამოკიდებულება ძალიან ასე ვთქვათ ცუდია, თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ საბანკო ხელშეკრულებები არის ძალიან დისკრიმინაციულად შედგენილი მოსახლეობის. დარწმუნებული ვარ, ადამიანებს, ვისაც დღეს ბანკში ანაბარი აქვს განთავსებული, იქიდან 90% არ წაუკითხავს ის ხელშეკრულება და შეგრაწერია. და საინტერესოა, რომ თითქმის ყველა ბანკს, თუ ყველას არა, აქვს ესეთი პუნქტი, სადაც უწერია, რომ ბანკს ნებისმიერ დროს შეუძლია შეგიმციროთ ანაბარზე საპროცენტო განაკვეთი და წარმოიდგინეთ თქვენ რომ ბანკში შეტანილი თანხა თქვათ 10%-ად, შეიძლება რომ ბანკმა განაცხადოს, რომ აი მე გადავწყვიტე რომ 5% უნდა მოგცეთ და შემდეგ დაგიწევთ თანხა. მაყურებელი რეკავს, მოგესალმებით. დიახ. დიახ. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ნუ ის არის კომკავშირზე და ასე ვთქვათ პროფკავშირის რამემართულებით წავიდა ამ თანხებზე, ამაზე ჩვენი ორგანიზაცია ასე ვთქვათ არ მუშაობს და ვერ მოგახსენებ, თუმცა ჩვენ მანუ საბჭოთა ანაბრების საკითხზე როდესაც მუშაობთ, იმ პრობლემასაც ვიკვლევთ, თუ რამ გამოიწვია თუნდაც ის ეკონომიკური პრობლემები 90-იან წლებში და ძალიან საინტერესოა, რომ ძალიან დიდი თანხები აქვს გარკვეულ ასე ვთქვათ ჯგუფს ადამიანებისას მითვისებული. სწორედ ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ სარჩელი სასამართლოში შეტანილი. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ესეთი სიტუაცია იყო, რომ 92-13 წლებში, როდესაც ვთქვათ ეკონომიკური კრიზისი იყო და კუპონი შემოვიდა და შემდეგ ჰიპერინფლაცია განვითარდა, ინფლაცია ესეთი ასე ვთქვათ მოვლენაა ეკონომიკაში, რომ მოსახლეობა იწევს არასამართლიანად ფულადი რესურსების გადანაწილებას. ანუ თუ ერთი ნაწილი ღარიბდება, რაღაცა ნაწილი სერიოზულ შემოსავალს იღებს და ჩვენ ესეთი სიტუაცია მივიღეთ 90-იან წლებში, რომ მოსახლეობის 90-95% გაღარიბდა, გაღატაკდა შეიძლება ითქვას, მაგრამ 5%-მა ძალიან დიდი შემოსავალი მიიღო და ეს როგორ ხდებოდა ჩვენ კვლევის შედეგად, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა ამ ეს ფაქტები აღმოაჩინეთ. და კომისიის დასკვნაშიც არის, რო იცოდეთ პარლამენტის კომისიის დასკვნაში. ეროვნული ბანკი გასცემდა კრედიტებს ძალიან დიდი რაოდენობით. 92-93 წლებში ეროვნულ ბანკს
500-მდე კომპანიაზე აქვს გაცემული დაახლოებით 850 მილიარდის მანეთი და კუპონი. და ეს თანხები როგორი ხარჯებოდა ახლა სქემას უბრალოდ ახსნი. ანუ რა თქმა უნდა ნებისმიერი ადამიანი ამას ვერ მიიღებდა სესხს მხოლოდ გარკვეული ნაცნობების წრე იღებდა ამას და ეს გაიცემოდა ყოველგვარი ასე ვთქვათ დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე მაგალითად პრეზიდენტის მაშინდელი მმართველის ასე ვთქვათ რაღაც ხელის მოწერით ან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობით ანუ ადამიანი იღებდა ძალიან დიდი რაოდენობით თანხას მაგალითად რაღაც 100 მილიონ კუპონს მაშინვე ვთქვათ ყიდულობდა დოლარს მაგალითად თუ 100 მილიონი კუპონით ერთ დროს შეიძლება გეყიდათ 100 მილიონი დოლარი იმდენად სწრაფად მიდიოდა ინფლაცია რომ ერთ თვეში ვთქვათ 100 მილიონი დოლარიდან უკვე შეგეძლოთ გეყიდათ ვთქვათ 1 მილიარდი კუპონი ანუ შესაბამისად ადამიანი ამ 100 მილიონი დოლარიდან მხოლოდ 1 მილიონი ყიდულობდა იმ 100 მილიონი კუპონს და უკან აბრუნებდა და ის დანარჩენი ფული მთლიანად მას ჩერდებოდა მოგების სახით. ანუ მოდი ესე ვთქვათ, რომ ადამიანების რაღაცმა ნაწილმა და აქ საუბარია სულ 500-მდე კომპანიაზე, საინტერესოა, რომ ამ კომპანიების რიცხვს 2004 წელს კიდევაც ითხოვდა კომისია, რომ გამოთხოვილიყო, მაგრამ მაშინ არ გაასაჯაროვა ეროვნულმა ბანკმა, ჩვენც მივუართეთ ეროვნულ ბანკს თხოვნით, რომ მოგცეს ინფორმაცია იმ ფირმებზე 84 ბანკია და კიდე 400-ზე ცოტა მეტი კომპანია, ვინც მაშინ ეროვნული ბანკისგან ძალიან დიდი რაოდენობით წესხები მიიღო. და ეროვნულ ბანკმა უარი განაცხადა. ანუ მოდი ესე ვთქვათ, იმ ადამიანებმა და იმ კომპანიებმა მიიღეს ძალიან დიდი სარგებელი. ძალიან დიდი რაოდენობა. დაახლოებით ალბათ 1000 ადამიანია, მათ უკან დგომი. ანუ იმ ადამიანებმა მიიღეს ძალიან დიდი სარგებელი იმ წლებში და მოსახლეობის 95% გაღატაკდა. და როდესაც ჩვენ ეროვნულ ბანკს თხოვეთ ესია, თანხა ეროვნული ბანკის. ხო, სესხი აიღეს. ანუ იცით რა არის ინფლაციის დროს პირველი ასე ვთქვათ კანონი ის არის, რომ ბაზარზე დამატებითი ფულად, ანუ ფული აღარ უნდა გავიდეს. და ეროვნული ბანკი პირიქით ფულს აძლევდა ამ ადამიანებს და აძლევდა და წარმოიდგინეთ ანუ რა შინახეს რომ ინფლაციის შედეგად გეუბნებით რომ იღებდნენ კუპონს, შემდეგ ყიდულობდნენ დოლარს და ეს კუპონი რომ უფასურდებოდა ერთ თვეში, თქვათ ორ თვეში. უკვე აბრუნებდნენ ამ კუპონს, მაგრამ თქვათ ხო, რა თქმა უნდა ბანკში უპრობლემოდ, მაგრამ დოლარი ასე ვთქვათ არ უფასურდებოდა და დოლარი მათ რჩებოდა სარგებლის სახით. მაგრამ ეს კუპონი როდესაც გამოდიოდა რომელი კომპანიებია ეს ახლა სამწუხაროდ ან დღესაც მოქმედებენ ეს კომპანიები რადგან არ ასე ვთქვათ ოფიციალური ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს რა კომპანიები არიან სახელები გარკვეული კომპანიების გვაქვს მაგრამ ამ კომპანიების უკან ვინ იდგენ კონკრეტული პირები რა თქმა უნდა ფიზიკური პირების სახელი და გვარები არ გვაქვს ჩვენ ამიტომ შეიძლება სახელი თქვათ მაშინდელი კომპანიის ახლაც იყოს რა თქმა უნდა პირველ რიგში ესენის სწორედ ის უნდა დაინტერესდეს გამოძიება არ დაწყებულა საქმეც იმაშია რომ გამოძიება დაიწყო მაგრამ არ გაგრძელდა და 2004 წელს 2004 არა ჯერ დაიწყო 94 წელსვე დაიწყო როდესაც თქვათ უკვე ეს რაღაც საშინელება მოხდა ეკონომიკაში და მაშინდელი სწორედ მაშინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე ოფიციალური ვერსიით ვიძახი და როდესაც გამოვიდა დაკითხვიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაშივე თავი მოიკლა ოფიციალური ვერსიით მაგრამ საქმე იმაშია რომ მისი ასე ვთქვათ სიკვდილი იმდენად აწყობდა მაშინდელ ვთქვათ პოლიტიკურ ელიტას რომ ძალიან ბევრი ეჭვები ჩდება იმასთან დაკავშირებით რამდენად მოიკლა ამ ადამიანმა თავი თუ ვთქვათ მოკლეს რატომ მაგერთ ადამიანმა იცოდა ანუ ხო არის ინფორმაცია რომ ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტი აწარმოებდა ჟურნალს სადაც იყო ყველა ასე ვთქვათ კომპანიის და პირის დასახელება ვინც სესხი აიღო შესაბამისად ყველა იმ ადამიანს ფარდა აეხტებოდა და თან საინტერესო იცით რა არის რომ არა მხოლოდ მაშინდელი ხელისუფლების წევრებს აქვთ ეს დიდი თანხები ასე ვთქვათ სესხები მიღებული და შემდეგ სარგებელი ამისგან არამედ მაშინდელი ოპოზიციის, ბიზნეს ელიტის, კულტურული ელიტის, ანუ მოდი ესე ვთქვათ, მაშინდელი ვთქვათ საქართველოს გარკვეული პოლიტ და ბიზნეს ელიტამ თითქმის ყველა ჩართული იყო ამ საკითხში და სწორედ მაგის
მაგას უკავშირებთ ჩვენ იმ ფაქტს, რომ როდესაც ხდებოდა ამ საკითხის წინ წამოწევა, ყოველთვის, ასე ვთქვათ, მთავრობას და ოპოზიციას თანხმდებოდა იმაზე, რომ ეს საკითხი არ გამოსულიყო სააშკარაოს, იმიტომ რომ არ იყო იქ მარტო, ასე ვთქვათ, ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაული, მარტო მათი არ იყო. თქვენ აღნიშნეთ, რომ მსგავსი საქართველოს მსგავსად ბევრ ქვეყანაში მოხდა ინფლაციური პროცესები. ანუ იქაც ეროვნული ბანკი ადგა და 400 კომპანიას და 500 კომპანიას მისცა ესე თანხები. ანუ ზოგადად ამ ქვეყნებს რა ერთიანებს საერთოდ? რამ გამოიწვია? კი ბატონო, ანუ როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაგალითად ჩვენთანაც შეიქმნა თვითონ ფულის დეფიციტი შეიქმნა, იმიტომ რომ აღარ ვიყავით მიბმული რუსეთზე, შესაბამისად მაშინ შემოიღეს დროებითი ფულის ერთეული კუპონი და სხვა ქვეყნებშიც მოხდა ინფლაცია, მაგრამ სხვა ქვეყნებში გარკვეულწილად არ იყო იმდენად მაღალი. ჩვენთან ინფლაცია მიაღწია 8500%. და რატომ? რაც იყო ასე ვთქვათ, ერთ-ერთი რეკორდი მსოფლიო ისტორიის და ამის გამომწვევი სწორედ ეროვნული ბანკის მაშინდელი პოლიტიკა იყო, რომელიც გაუაზრებლად გასცემდა კი ამ თანხებს, ანუ ძალიან დიდი რაოდენობით თანხებს გასცემდა. და ამ თანხების გასცემით, ვინც ახლოს იყო, ანუ ეროვნულ ბანკთან და ვინც ამ თანხებს იღებდა, ისინი დიდ სარგებელს იღებდნენ, მაგრამ ეკონომიკა ინგრეოდა. კი, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებში ესე მტკივნეულად ეს არ განვითარებულა. და ჩვენ ქვეყანას, როდესაც 4 წლის მანძილზე ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა, დაახლოებით 77% შემცირდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. რაც იყო მსოფლიო ისტორიაში ყველაზე, ასე ვთქვათ, დიდი ვარდნა ეკონომიკის, ანუ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო, ანუ ამ ეკონომიკის ვარდნის. ამიტომ, როდესაც საუბარია, ვთქვათ, სხვა ქვეყნებში განვითარებულ მომენტზე, კი, ვთქვათ, იქაც იყო გარკვეული პრობლემები, ეკონომიკური პრობლემები, ყველა ქვეყანა შეექმნა, იმიტომ რომ, ვთქვათ, საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ იქ ამდენად დამანგრეველი არ ყოფილა ეს, იმიტომ რომ ვთქვათ, იქ სარგებელი არ უნახავს. ხო, მოდი ესე ვთქვათ. ხო, სარგებელი არ უნახავთ აქ საზოგადოების ხარჯზე გარკვეულ წრეს. დიახ. თქვენ ძალიან ისეთი საინტერესო ამბები მოყევით და ალბათ ისტორიის ფურცლებზე უნდა გადავიტანოთ. სადმე არის დაწერილი ეს ინფორმაცია? თუ ერთადერთი დოკუმენტი იქნება, რასაც თქვენ შემოგთავაზებთ ამ კვლევის ანგარიშში? რა თქმა უნდა, მართლა ერთადერთი დოკუმენტი ჩვენი არ იქნება. ეს თავუყრილი არის სადმე ეს ინფორმაცია? იცით რა არის შესწავლილი ეს საკითხი არის, თუმცა ბოლომდე არ არის მიყვანილი, როგორც უკვე აღნიშნე. რა თქმა უნდა, ყველაზე ღირებული დოკუმენტები არის, რაც სახელმწიფო კომისიებმა შეადგინეს, მაგრამ საინტერესოა, რომ ეს დოკუმენტები, რომლებიც შეადგნენ დადეს მაშინდელმა კომისიებმა, წინ აღარ განვითარდა ამ პროცესები. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში არსებული მასალებით ხო იკვეთებოდა არა მხოლოდ თქვათ გარკვეული ფინანსური დანაშაულის, არამედ სხვა დანაშაულების სახეები და ადამიანი აუცილებლად უნდა დაეწყო მაშინდელ პროკურატურას ამის გამოძიება, თუმცა სამწუხაროდ ეს არ მოხდა. უბრალოდ რატო არ მოხდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის? ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში 2004 წელს პარლამენტში იყო კომისია. თუმცა გამოძიება, ანუ კომისიას არ ქონდა საგამოძიებო დანაშაული. ხო. კომისიის შექმნა. ანუ მოდი ესე ვთქვათ, ამ კომისიას არ შეეძლო არავის დანაშაულება, მაგრამ მის მიერ დადებული დასკვის საფუძველზე წესით დარგით უნდა დაწყებულიყო გამოძიება, მაგრამ არ დაიწყო. რა სახელმწიფოს ნება უნდა? ხო, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ნება კი არა, ჩემი აზრით ვალდებულებაც უნდა იყოს. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ფაქტები გამოიკვეთა, ერთ ფაქტს უბრალოდ მოვყვები, ძალიან მოკლედ. 92 წელს, როდესაც ჩვენთან ასე ვთქვათ, სამოქალაქო ომი დაიწყო, მაშინდელი ფინანსთა მინისტრი მურად მაფსნაძე იყო წასული რუსეთში, ანუ საქართველოში ფულადი კუპიურები არ იშოვებოდა და როგორც ასე ვთქვათ, კომისიის დასკვნაში წერია, ამ ადამიანმა პირადად მოყვა, რომ რუსეთიდან როდესაც მოფრინავდა სატვირთო თვითფრინავით, მთელი თვითფრინავი წარმოიდგინეთ კუპიურებით დატვირთული დაახლოებით 1.100 მილიონი და 1.500 მილიონამდე მანეთი. მაშინ მანეთი ერთი მანეთი უდრიდა $1. ანუ წარმოიდგინეთ 1.9 დოლარით მოფრინავს იქიდან ფინანსთა მინისტრი. და როდესაც ეს ქვეყნის ფული იყო. კი, ანუ მთელი ქვეყნისთვის იყო ეს ფული განსაზღვრული, იმიტომ რომ საქართველოში ფულადი კუპიურები ასე ვთქვათ აღარ იყო და თბილისში როდესაც მოვახლოვდიო, დაურეკეო მაშინ ქვეყნის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და მითხრაო, რომ ანუ აქ უკვე სამოქალაქო ომი დაიწყო, თბილისში სროლებიაო და აღარ არისო
ისო რა ქვია უსაფრთხო თბილისში დაждდომა და მოდი ქუთაისში დაჯექიო და ქუთაისში დაფრინდა ეს თვითმფრინავი და ეს ასე ვთქვათ ეს თანხა შეინახეს ერთ-ერთი ბანკის საცავში. შემდეგ ეს თანხა ისე დაიკარგა, $1.5 მილიარდზე საუბარი, წარმოიდგინეთ, კუპიურებით თან ერთი თვითმფრინავი ფული დაიკარგა. ისე დაიკარგა, რომ არავინ არ იცის დღემდე საწავიდა ეს თანხა. და ჩვენი გაოცება ფაქტი იქნება ძალიან ბევრი. ფაქტი არის, წარმოიდგინეთ, ჩვენი გაოცება იმან ასე ვთქვათ, იმან გამოიწვია, რომ ესეთი ფაქტი მოხდა, კომისიამ ჩაწერა ეს დასკვნაში, რომ ესეთი ფაქტი მოხდა და სახელმწიფო არც კი დაინტერესდა რა მოხდა, ვინ წაიღო ეს თანხა. თან რამხელა თანხაზეა, ხო საუბარი, ანუ რაღაცა მილიონებზეც არ არის, მილიარდზეა საუბარი აქ. რაც უფრო დრო გადის სამწუხაროდ იმედი ნაკლები შანსია იმისა რომ გამოძიება ჩატარდეს და თუნდაც ობიექტურად ჩატარდეს ეს გამოძიება. დიახ, ძალიან საინტერესო ფაქტებს ყვებით. ანუ მე ისევ მაინტერესებს ის რომ თქვენ რომ დადებთ ამ კვლევას, რამდენად იაქტიურებთ სამთავრობა, სხვა რა ბერკეტი გექნებათ იმისა რომ დაიწყოს გამოძიება, ხალხმა მიიღოს ანაზღაურება. ასევე ძალიან მაინტერესებს რომ გარდა ფინანსური ზარალისა ხალხმა მორალური ზიანი მიიღო. ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, როდესაც გაიგო რომ მისი ანაბარი გაუფასურდა. ანუ ეს როგორ უნდა ეს მორალური ზიანი როგორ უნდა მოხდეს? მორალური ზიანი ალბათ ვერ გეტყვით როგორ უნდა მოხდეს, თუმცა ჩვენ ესე ვგეგმავთ რომ როდესაც ჩვენ დასკვნა შევიმუშავებთ, ამასთან ერთად ჩვენ ამ ახალგაზრდა ფინანსისტებთან ერთად ახალგაზრდა ადვოკატებიც აწარმოებენ ამ საკითხის დამახურებელი რეკავს შევუშვათ პირდაპირ ეთერში და აუცილებლად გავაგრძელებთ. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, დასვით შეკითხვა. კონკრეტულად მიანაბრე უსაფრთხო შეტანილი ურამე წოდება ფუტბოლის საბოლოოდ რამე კონკრეტული როდისმე დაახლოებით მანდო ვადები თუ შეუძლია კვალიფიკაციის პროგრამა როდის შეიძლება ანაზღაურდეს ეს ან გაფუძნებული იქნება თუ არა ეს ინფლაცია და ეს საფინანსო პროცესები რაც იმის მერე ბევრი რამე შეიძლება თუ გასაგებია. დიდი მადლობა შეკითხვისთვის და ასევე კითხვას დავამატებდე წინასწარ თქვენ იცით ნება რა არის სახელმწიფოს მხრიდან ანუ დღევანდელი მართველი გუნდის ხო ჩვენ ასე ვთქვათ კვლევა რო დავიწყეთ მას შემდეგ ამ როდესაც გახდა აქტუალური მას შემდეგ თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რა პოზიციების გამოვლინდა ანუ იმის იმედს გვაძლევს რომ ეს საკითხი აუცილებლად გადაიჭრება და საინტერესოა რომ საქართველოში არსებობს მოგახსენეთ ახლა საქართველოში არსებობს შიდა ვალის კონტროლის კომისია რომელშიც ფინანსთა მინისტრი შედის ეკონომიკის მინისტრი და კიდე რამდენიმე ჩინოვნიკი და ამ კომისიას ვადა გადიოდა მარტში და ბიზინა ივანიშვილმა ამ კომისიას ვადა გაუგრძელა და ასე ვთქვათ მის საქმიანობაში თავად მოთხოვნა ჩაუწერა რომ ერთ-ერთი ასე ვთქვათ აუცილებელი და პრობლემატური საკითხი ესაა სანაბრები და ამ კომისიამ ჩაატაროს ამ მიმართულებით გადადგას ქმედითი ნაბიჯები და შეიმუშაოს გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის ასე ვთქვათ გადაჭრა და კომპენსირება. ამიტომ ჩვენ ამასთან ერთად, როდესაც ასე ვთქვათ ჩვენ კვლევას დავამთავრებთ, არა მხოლოდ გარკვეულ რეკომენდაციებს რა თქმა უნდა შევთავაზებთ მთავრობას, ვფიქრობთ რომ თუ გამოიკვეთება დანაშაულის ვთქვათ ფაქტები აუცილებლად შევიტანთ პროკურატურაში სარჩეს, ფინანსთა სამინისტროს მიმართავთ ჩვენი რეკომენდაციებით და სწორედ ამიტომ გსურს მოსახლეობა რომ იყოს ჩართული ამ საკითხში, იმიტომ რომ ეს არის ხელისუფლების ვალდებულება. მაგრამ უნდა იყოს ხო მოდი ესე ვთქვათ, თუ საზოგადოება არ მოთხოვს, არ აიძულებს ხელისუფლებას რომ ამას ეს გააკეთოს, ხო, მაშინ ეჭვი მაქვს რომ შეიძლება თავიც აარიდოს და არ გააკეთოს, იმიტომ რომ არც ერთ ფინანსთა მინისტრს არ უნდა რამე საერთაშორისო დოკუმენტი სამართალი თუ ავალდებულებს სახელმწიფოს იმას, რომ ეს ანაბრების საკითხი, იმიტომ რომ საერთაშორისო დოკუმენტი ან სამართალი როცა ავალდებულებს პირდაპირ უფრო ასრულებს სამართალს. სწორედ სარჩელები ამ ანაბრებთან დაკავშირებით რამდენიმე სტრასბურგშიც გააგზავნეს ქართველმა მიანაბრეებმა და აღმოჩნდა რომ სტრასბურგის სასამართლომ არ განიხილა ეს საკითხი და თქვა რომ ეს არის ქვეყნის შიდა პრობლემა და ანუ მან იქ მთავრობამ შიგნით უნდა მოაგვაროს თუმცა თუნდაც ის დოკუმენტი რომ ეს თანხები სახელმწიფოს შიდა ვალად აქ აღიარებული ეს უკვე საკმარისი ვალდებულებაა
ამას თუ იმასაც დავამატებთ, რომ მოსახლეობის ასე ვთქვათ, დიდი ნაწილის მოთხოვნა ეს და სურვილი რომ მოხდეს ამის კომპენსირება, მგონი მეტი არ საჭირო მოტივადებულებისთვის. გადაწყდეს და მე კი, რა თქმა უნდა, ახო ამ საკითხის გადაჭრა თუ უბრალოდ ის ნაბიჯია გადასადგმელი, რომ ეს საკითხი გადაწყდეს, ასე ვთქვათ, დადებითად საზოგადოებისთვის და გადაცემაში რეკლამის დროა, თუ გსურთ გაიგოთ უკვე დღეს რა რისკები არსებობს ანაბართან დაკავშირებით, ასევე გაიგოთ უშუალოდ ვინ ხელმძღვანელობს, ან მთავრობიდან ვინ შეიძლება იყოს რომელი ორგანო დაინტერესებული, ან რომელიმე კომისია ამ თემით, არ გადაერთოთ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით, ახლა კი რეკლამის დროა. ქალაქ მარნეულში საერთაშორისო საავადმყოფოს მეორე სართულზე გაიხსნა გულისა და მაგისტრალური სიძარღვების სამკურნალო ცენტრი მარნიკორი, სადაც შესაძლებელია გამოკვლევების ჩატარება თანამედროვე აპარატურის მეშვეობით და მკურნალობა პროფესიონალი ექიმების დანიშნულებით. 1 მაისამდე მოქმედებს ფასდაკლება. Marneuli şəhəri rayonlararası xəstəxanasının 2-ci mərtəbəsində ürək qan-damar sisteminin müayinə mərkəzi Marnikor açıldı. Burada müasir aparatlar vasitəsilə peşəkar həkimlərin əli ilə müayinələr olunur. May ayının 1-nədək endirim aksiyası var. ფასდაკლების აქცია Elite Electronics-ისგან. გააგორე კამათელი და მიიღე შესაბამისი ფასდაკლება შენთვის სასურველ ტექნიკაზე. ფასდაკლება შენს ხელშია. Elite Electronics. Elite Electronics-dən misilsiz endirimlər. Zərat istədiyin texnika üçün endirim əldə et. Endirim sənin əlindədir. Elite Electronics. საქართველოს ბანკი აცხადებს ვაკანსიას მარნეულში გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე. ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ გვერდზე jobs.box.g. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე regional.job@box.g. ან დატოვეთ შემდეგ მისამართზე მარნეული რუსთაველის ქუჩა 65 2013 წლის 25 აპრილის ჩათვლით. გისურვებთ წარმატებებს. Səhmdar Cəmiyyəti Sakatvelos Banki Marneolidə satış məsləhətçisi vəzifəsi üzrə vakansiya elan edir. Vakansiya haqqında maraqlansaz ətraflı jobs.g web səhifəsindən tanış olun. Maraqlanan namizədlər xahiş olunur 2013-cü ilin aprel ayının 25-nədək sizin öz CV-nizi ekrandakı elektron ünvanına göndərin ya da aşağıdakı ünvana təhvil verin. Marneoli Rustaveli küçəsi 65. Uğurlar arzulayırıq. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დაიწყო შეღავათიანი აგროსესხების პროექტი. თუ დაბალ პროცენტიანი სესხები იქნება, ასეთ საკალმახეს გავაკეთებ, გელას გავუმოწმ. მეც ასეთ თევს მოვაშენებ. სესხსაც დავფარავ. ოჯახსაც ფეხზე წამოვაყენებ. ასე გეგმავდა ნახო. მეწარმეები და ბიზნესმენები 1 მილიონ ლარამდე 3%-ამდე სესხებს აიღებენ და რაიონებში ახალ საწარმოებში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო Aversi Klinikasının Marneoli'dəki filialında ultra müasir avadanlıq, peşəkar tibb personalı və komfortlu mühit mövcuddur. Aversinin doğum evi rahat palatalar, 3 dəfə yemək, qadın və uşaqlar üçün qida məhsulları təqdim edir. Gələcək analara Kikovun dəstəsi hədiyyə olunur. Lazım gələrsə qeysər əməliyyatı keçirilir. İstəyənlər üçün ağrısız doğuş da edilir. Aversi Klinikasında 24 saat exoskopiya kabineti fəaliyyətdədir. Avropa standartlarına uyğun laboratoriya araşdırmaları dəqiq və güvənlidir. Burada terapevtlərin konsultasiyası ən aşağı qiymətə mümkündür. Klinikada kardioloq, pediatr, uşaq nevroloqu, dermatoveneroloq və uroloq sizə xidmət edəcək. Hamilələr 4 dəfə ginekoloqun qəbuluna təmənnasız gələ bilərlər. Klinikada fizioterapiya, endoskopiya, rentgenologiya kabinetləri fəaliyyətdədir. Boğaz, qulaq, burun ümumiyyətlə cərrahiyyə və ginekologiya əməliyyatları keçirilir. Müvəffəqiyyətli laparoskopiya metodlarından istifadə olunur. Həkim mütəxəssisləri evə də dəvət edə bilərsiniz. Sağlamlığınızı Aversi Klinikasının Marneoli filialının peşəkar həkimlərinə əmanət edin və rahat olun. Ünvan Marneoli şəhəri 26 may küçəsi, telefon 8357 22 13 40, 8357 18 40.
ვაგზალებთ გადაცემას ჩვენი თემა 1990-იან წლებში განვითარებული ინფლაციური პროცესები. თქვენ შეგვიძლიათ დარეკოთ ნომერზე 22 15 92 და დაგვისვათ ნებისმიერი შეკითხვა, რაც ამ მოვლენებს უკავშირდება. ჩვენი სტუმარია მერაბ ჯანიაშვილი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის გამგეობის წევრი. ბატონო მერაბ, ვინ არის ის ადამიანთა ჯგუფი, ვინ არიან, ვინც ამ საქმეს ხელმძღვანელობენ უკვე მთავრობის დონეზე და სადგან იხილება ეს საკითხი? მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, ალბათ, როდესაც დაიწყება ამ საკითხის, ასე ვთქვათ, უფრო კრედიტნავიჯები გადარმა ამ საკითხის მოგვარება, შემდეგ უფრო ჩაერთვებიან სხვადასხვა სამინისტროები, ალბათ ფინანსთა სამინისტრო პირველ რიგში, თუმცა დღესდღეობით არსებობს ეს შიდა ვალის მონიტორინგის კომისია, სწორად მახსოვს სახელი, მისი ხელმძღვანელი არის ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ამ კომისიაში შედის სხვადასხვა ეკონომიკური, ასე ვთქვათ, სამინისტროების და სტრუქტურების წარმომადგენლები და სადაც ხდება ამ საკითხის განხილვაც. და როგორც უკვე აღნიშნე, პრემიერ-მინისტრმა დაავალა ამ კომისიას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საბჭოთა ანაბრების თემას, იმიტომ რომ ეს ვალი არის სახელმწიფოს უკვე აღიარებული და ის ვალდებულია, რომ ეს თანხები დაისკონოს. და ბატონო მერაბ, დღეს რა რისკები არსებობს საბანკო სისტემაში ამ კუთხით მოკლედ შეგვიძლია? საბანკო სისტემა, მოდი ასე ვთქვათ, ბევრად უფრო საიმედოა ვიდრე მაშინდელი პირველ რიგში, იმიტომ რომ თქვათ კერძოა და ეროვნული ბანკი უფრო ასე ვთქვათ მაღალ დონეზე და ეროვნული ბანკის პოლიტიკა, მისი ზედამხედველობის პოლიტიკა შესაბამისად იმის რისკი, რომ ბანკი გაკოტრდეს და ადამიანმა ანაბრები დაკარგოს, რა თქმა უნდა დაბალია. თუმცა საბანკო სისტემა თვითონ დობაზე დამყარებული ასე ვთქვათ სფეროა და სწორედ ამიტომ რომ მოსახლეობა არ ენდობა, იმიტომ რომ წარსულის ცუდი გამოცდილებას ან წარე გამოცდილებიდან, თუმცა როგორც უკვე აღნიშნე, ბანკები ძალიან ცუდ ხელშეკრულებებს უფორმებენ ადამიანებს, არა მხოლოდ საანაბროს, არამედ საკრედიტოსაც და ჩემი ასე ვთქვათ, ერთადერთი რჩევა ის იქნება, რომ სანამ ხელს მოაწერენ ბანკში რაიმე ხელშეკრულებას, კარგად წაიკითხონ და უკეთესი იქნება თუ იურისტად ჩვენებენ ამ ხელშეკრულებას, იმიტომ რომ ხო, დოკუმენტი არის რთულ ენაზე შედგენილი, როგორც წესი და შემდეგ, როდესაც უკვე პრობლემები იქნება, ხოლმე ანუ ადამიანს პრობლემები ექნებათ, მხოლოდ შემდეგ აღმოაჩენენ, რომ ხელშეკრულებაზე ისეთ რაღაც პუნქტს აქვს ხელი მოწერილი, რომ ასე ვთქვათ, თვითონ დათანხმდნენ ამ კაბალურ პირობებს. ამიტომ სანამ დაიჭერეთ ბანკთან ურთიერთობას, კარგი იქნება თუ მანამ კარგად გაანალიზებენ იმ ხელშეკრულებას, რასაც და ბატონო მერაბ, თქვენ შექმნით ცენტრი, საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრი და ამ რა ინფორმაცია თქვენ მოგაწოდეთ? ამბობთ, რომ ეს დოკუმენტურად კვლევაში იქნება უკვე თავმოყრილი და ფართო მასშტაბის კვლევას შემოგთავაზებთ უკვე მაისში თუ აქ. მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში. უკვე სადაც გამოჩნდება რა დარღვევა იყო, სად უნდა დაიწყოს გამოძიება, რა ხალხმა რა ზარალი მიიღო, რა ზიანი მიაყენეს მოსახლეობას. მაისის შემდეგ რა საქმიანობას განახორციელებს თქვენი ცენტრი? ანუ პირველ რიგში ვიტყვი, რომ ამ ცენტრისას ვებგვერდი აქვს თავისი ანაბარი კონჯი, სადაც ნებისმიერ სულე შეუძლია შევიდეს და ნახოს რა ეტაპზეა კვლევა, ანუ აქამდე რა განახორციელებთ, ამის შემდეგ რა არის დაგეგმილი, ასევე დოკუმენტურ მასალას ნახავს ამ საკითხთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, ძველი თუ რამე მოვიპოვეთ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ დოკუმენტები, ყველაფერი ამ ვებგვერდზე ამის ნახვა ყველაფერი არის შესაძლებელი. რაც შეეხება კვლევის დასრულებას, როდესაც ის დამთავრდება მაის-ივნისში, ჩვენი ასე ვთქვათ, კვლევის დასკვნით და რეკომენდაციებით მიმართავთ მთავრობას და თუ დანაშაულის ნიშნები იყო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, პროკურატურასაც და ხელისუფლებას მოვთხოვთ, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად თქვენითი ნაბიჯები გადადგას. და იმედს ვიქონიებთ, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული დასკვნა ერთ-ერთი საფუძველი გახდება ამ პროცესის დაწყების, იმიტომ რომ საკმაოდ ავტორიტეტულ ექსპერტებთან გვაქვს ჩვენ ამ საკითხზე შეხვედრა და როდესაც ვხვდებით ადამიანებს, იგივე ექსპერტებს ან მოსახლეობას, იქ არის მზაობა და მოლოდინი იმის, რომ ეს საკითხი დაიძვრება. და ეს საკითხი, ასე ვთქვათ, წინ დაიწევს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ეს არ მოხდეს ერთ წელიწადში და ორ წელიწადში, რა თქმა უნდა, მისი კომპენსირება, მაგრამ
თვითონ ის რომ დაიწყოს ამ საკითხის გადასაჭერად ნაბიჯების გადადგმა, ეს ძალიან მალე შეიძლება მოხდეს. და ასევე თქვენ მოხვედით ჩვენთან ფილმით თავისუფლების ხარკი, სადაც ეს ოსტოვის წინანდელი ამბებია აღწერილი. რას გვეტყოდით ამ ფილმზე, მოგეთ ვინ გადაიღო და ხო, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის დოკუმენტური ფილმი საბჭოთა ანაბრების და 90-იან წლებში განხორციელებული ჰიპერინფლაციური პროცესების შესახებ. ფილმი გადაიღო სტუდია 7Z-მა, რომელიც დაუყავშირდა და დაინტერესდა ამ საკითხით და ჩვენ მივაწოდეთ მათ სხვადასხვა დოკუმენტური ინფორმაცია და შემდეგ ესე ვთქვათ, ჩეკრეს ეს ინფორმაცია და გადაიღეს დოკუმენტურ ფილმად, სადაც ექსპერტებიც, ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკები საუბრობენ ამ საკითხზე, ის ადამიანები, ვისაც უშუალოდ ჰქონდათ ამ პროცესებთან შეხება და ფილმში საკმაოდ კარგად არის მოთხრობილი ის ისტორია თუ რა მოხდა, როგორ გავითარდა პროცესები, რატო გაუფასურდა ანაბრები, რატომ დაკარგეს ხალხმა ეს თანხები და რა შანსია ამ თანხების კომპენსირების. ჩემი აზრით დაინტერესებს მაყურებელს ასე ვთქვათ ამ ფილმის მარნეულელების გარდა რამდენად გაიგებს წელი საქართველოს ამ ფილმის შესახებ. კი, რა თქმა უნდა. ჩვენ 11 რეგიონში გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები, რამდენიმე რეგიონში უკვე გქონდა, ეს იყო ახალციხე, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი და ახლა გვაქვს ვთქვათ მარნეულში შეხვედრა, შემდეგ თელავში, საგარეჯოში თუ გურჯაანში გვაქვს კიდევ დაგეგმილი შეხვედრა, რა თქმა უნდა თბილისშიც, ანუ გსურს რომ კი, მოსახლეობა ესწრება, როგორც წესი ჩვენ შეხვედრებზე დასწრება არის თავისუფალი, უმეტესად ხვდებით ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, ანუ იმისათვის რომ შემდეგ ამ ორგანიზაციებმა შემდეგ საზოგადოებას გააცნოს ეს საკითხი, თუმცა რა თქმა უნდა ჩვეულებრივი მოქალაქეთთვისაც თავისუფალია ხოლმე აქ დასწრება, რა ვიცი, საკმაოდ დიდი ინტერესი არსებობს საზოგადოებაში და იმედი აქვს ამ საკითხის მოგვარების და ჩვენც იმედიანად უყურებთ ამ საკითხს და იმედი გვაქვს რომ გარკვეულ შედეგს ჩვენი ორგანიზაციაც შეიტანს ამ პრობლემის მოგვარებაში. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო მერაბ ჯანიაშვილი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის გამგეობის წევრი, გადაცემას კინო ნასამხარადზე უძღვებოდა. ჩვენი დღევანდელი თემა იყო 1990-იან წლებში საქართველოში განვითარებული ინფლაციური მოვლენები. სწორედ ამ თემაზე შემოგთავაზებთ რამდენიმე წუთში ფილმს თავისუფლების ხარკი, რომელიც ბატონმა მერაბმა მოგვიტანა, ასე რომ არ გადართოთ და ელოდეთ ძალიან საინტერესო ფილმი.